მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა ტრადიციულად კი ბრუნდებით ხუთშაბათს. მე მისი წამყვანი ესმოგ ბერიძე ვარ, ისევ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ იმ თემას, რომელიც წინა გადაცემაზე გქონდა, რადგან ბევრი კითხვა დარჩა დაგვჭა ეთერს მიღმა. ოღონდ უკვე იგივე სოფლის მეურნეობაზე, ახალგაზრდებზე სოფლის მეურნეობაში, мотиваციაზე და ამ საკითხებზე, ოღონდ უკვე გვანცა დადალაურის დასთან, მელანო დადალაურთან, რომელიც ეხლა გერმანიაში იმყოფება, თუმცა ჩამოსული არის და ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ის მოვიწვიეთ დღეს ჩვენთან სტუმრად. მელანო, მოგესალმები, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გადაცემაში მოსვლისთვის. მოდი უფრო დღეს თქვენ მეურნეობას უფრო მეტად შევეხოთ პირველ რიგში. სოკოს ბიზნესი გაქვთ ძირითადად, თუმცა ასევე საოჯახო სასტუმროც და თაფლის წარმოებაც, როგორც წინა გადაცემიდან გვახსოვს. მოდი მელანო, გვითხარი უფრო მეტი ამ ბიზნესის დაწყების ისტორიაზე, როდიდან, როგორ ჩამოყალიბდა და როგორ გაჩნდა იდეები, როგორ განვითარდით? მოგესალმებით ესმა, მივესალმები ჩვენს მსმენელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს უშუალო მცდელობას სოფლის მეურნეობაში, ასე დავარქმევდი. თავიდან დავიწყეთ სოკოს წარმოებით. იდეა გაჩნდა იმის გამო, რომ რეალურად 4-ვე და-ძმა წამოვედით თბილისში და სოფლის სახლი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დავტოვეთ ყურადღების გარეშე. ჩავთვალეთ, რომ ის ფართი, რომელიც ჰქონდა ადგილზე, აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და დიდი დრო არ დაჭირდა შესაბამისი ფუნქციის გამონახვას, გადავწყვეტეთ, რომ გავუკეთებინა სოკოს წარმოება. და ეს, რა თქმა უნდა, ალბათ მშობლებს ადრე ჰქონდათ იქ რაღაც. თავიდან ზოგადად სოკოს წარმოება მანამდე არ ჰქონდათ, მამას იდეა იყო, რომ უნდა ძალიან სოკოს მოყვანა და აქედან გამომდინარე დავიწყოთ უკვე უშუალოდ წარმოება. და როგორი პროცესია ეს? სათბური გაქვთ, როგორც ვიცი. მოყვავს კალმახლა სოკო სასათბურო პირობებში, დიახ. საკმაოდ რთული პროცესია, შრომატევადი, ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ საჭიროა, რომ ზოგადად ყველა ბიზნესში ალბათ ასია, მაგრამ აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს, სხვანაირად შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო, როდესაც მთელი დღე შეიძლება მოგიწიოს ადგილზე ყოფნა და ერთი და იგივე საქმით დაკავება. აი, ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით ევროკავშირის სხვადასხვა მხარდაჭერით პროგრამებზე, საქართველოს მთავრობის რაღაც სუბსიდირების და ასე შემდეგ პროგრამებზე. თქვენ თუ გისარგებლიათ რომელიმე ამ პროგრამით და როგორ დაგეხმარათ თუ კი ამ პროგრამებმა საქმის გამართვაში? პირველი გრანტი, რომელიც მივიღოთ, იყო აწარმოა საქართველოს ფარგლებში. ძალიან დაგვახმარა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო გაზის შემოყვანა და სათბურის გათბობით აღჭურვა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ პროექტის განმავლობაში დავაფინანსეთ და შესაბამისად უკვე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ არა მარტო გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოგვეყვანა სოკო, როდესაც ისედაც ბუნებრივად არის შექმნილი პირობები სოკოს წარმოებისთვის, არამედ უკვე ზამთარშიც და შესაბამისი გათბობა შეგვიქმნა სასათბურო პირობებში. საკმაოდ ხშირად გვესმის ჩვენს აწარმოა საქართველოში და მსგავსი პროგრამები. უფრო საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს პროგრამა? ანუ ალბათ ბიზნეს გეგმა წარმოადგენთ, ეს სესხი იყო გრანტი, დაბალპროცენტიანი თუ რა პირობები არის აი ამ სახელმწიფო პროგრამებში? აწარმოა საქართველოს წელს უკვე შეცვალა პირობები, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, იდეა დავარეგისტრირეთ იდეა, როდესაც მოწონება დაიმსახურა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, შემდეგ უკვე დავწერეთ ბიზნეს გეგმა და ბიზნეს გეგმის მოწონების შემთხვევაშიც უკვე ადგილზე მოვიდნენ, კომისიამ შეამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა ყველაფერი, რაც აღწერეთ ბიზნეს გეგმაში, რამდენად იყო შექმნილი სასათბურო პირობები და უკვე არსებული წარმოება, რამდენად შეძლებდა გაფართოვებას. და წეგან დავამატებ კიდე ევროკავშირის გრანტზეც ვკითხეთ. ეხლა მოპოვებული გვაქვს ევროკავშირის გრანტი, მაგრამ უშუალოდ უკვე ორგანიზაციის სახელით, ჩემმა და მგვანცა დადალაურმა და ვალანო იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო თეთრი ქუდის გენერალური დირექტორი, დააარსეს საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია და უკვე ასოციაციის კუთხით მოვიპოვეთ დაფინანსება, რომლის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმოებებს სოკოს წარმოებაში, რა თქმა უნდა, დავეხმარებით შემდგომ განვითარებაში. და რაში მდგომარეობს მაგალითად ეს განვითარება? ამიტავზე, რა თქმა უნდა,
ვეწევით კონსულტაციასაც ამ სფეროში და ძალიან ბევრი საკუთარ წარმოებელი გვეხმიანება, რომლებმაც დაიწყეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. აქვს ძალიან ბევრი პრობლემა ინფორმაციის არარსებობის გამო, ბაზრის არასწორი შესწავლის გამო, ზოგადად როგორ უნდა დაგეგმონ და უშუალოდ პროცესი როგორ უნდა მოიყვანო ჯანსაღი სოკო, ასე რომ ვთქვათ. იმის გამო, რომ საქართველოს ენაზე არსებობს ძალიან მწირე ინფორმაცია და რეალურად მხოლოდ ერთი წიგნი ამ თემატიკაზე, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები ძალიან წინ მიდის და კიდევ უფრო ახლდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ სოფლის მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც არის მაგალითად ინგლისური ან გერმანული ენა და ამ ენებზე ძალიან კარგი ინფორმაცია არის მოწოდებული სოკოს წარმოების კუთხით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ეცნობიან ამ ინფორმაციას და შესაბამისად უვარდებათ ბიზნესს. და საინტერესო არის, რა თქმა უნდა, ბაზრის პირველი და ბიზნესის ნაწილი არის გასაღება ყველაზე მთავარი. როგორ ვყიდით ამ სოკოს? ანუ ყავთ მაგალითად კომერციული მომხმარებლები, მყიდველები, მაღაზიები, სუპერმარკეტები თუ თქვენ თვითონ ყიდით? გასაღება ხდება ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტირება, ექსპორტირება უფრო სწორად არ ხდება და სხვა ქალაქის, ანუ თბილისშიც არ იგეგმება არანაირად, იმიტომ რომ კახეთი ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ბაზარია, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი ფასი აქვს თბილისთან შედარებით ხშირად სოკოს და ამის გამო უფრო მომგებიანია ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ტრანსპორტირების მხრივ ადგილობრივ ბაზარზე გასაღება. უბრალოდ არსებობს კონკრეტული კლიენტები, რომლებიც მოდიან მაგალითად ადგილზე და შემდეგ ისინი ანაწილებენ, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, იბარებენ სოკოს და შემდეგ უკვე იმათევალებად სხვადასხვა სუპერმარკეტებისთვის თუ მაღაზიებისთვის მიწოდება. და არიან კონკრეტული პირობებიც, რა თქმა უნდა, რომლებიც მოდიან და ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ადგილზე საკუთარი ხელით დაკრიფონ სოკო, თვითონ აქვს შესაძლებლობა რომ ამოარჩიონ, როგორი სოკო უნდა იქნება დიდი, პატარა, სხვადასხვა პატარა სოკოები უფრო გემრიელია ვიდრე დიდი სოკოები და თან ძალიან კარგი თერაპია სოკოს კრეფა და ასე რომ ვთქვათ, ყიდულობენ სოკოს ადგილზე და ასევე თერაპიული კურსია. ხო, რაღაცის კრეფა ძალიან ბევრ ადამიანს სულ რაღაც სიამოვნებას ანიჭებს და ზუსტად აქ მივადგეთ უკვე ტურიზმის თქვენ და ძირითადად ვინ არიან თქვენი სტუმრები, ვინ ჩერდება და რა მიზნებით, რას ნახულობენ, რას ათვალიერებენ ამ დროს? კი ბატონო, სასტუმროს იდეაც ზუსტად აქედან გამომდინარე გაჩნდა, ფართი დიდი სახლი ჰქონდა, რომელიც რეალურად უფუნქციოდ დარჩა და გადავწყვეტეთ ერთ დღესაც, შემიძლია დაბადების დღესა, რომ მოდი გავაკეთოთ საოჯახო სასტუმრო. სხვადასხვა უცხოურ საიტებზე დავარეგისტრირეთ და შედეგი მას არ დააყოვნა, კახეთი ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული რეგიონია და ყავდა ძალიან ბევრი ტურისტი. მე გადავწყვეტეთ, რომ უფრო სერიოზულად მოგვიკიდა ამისთვის საქმე, ხელი უკაცრავად ტურისტები ყავს უკვე სოფიოს ყველა ქვეყნიდან თუ არ ცდები ძალიან დიდი დაინტერესება კახეთის რეგიონის მხრიდან და ყველაზე დიდი რაოდენობა ალბათ მოდის გერმანიაზე, ზოგადად გერმანელი ტურისტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა საქართველოში და ჩვენც ხან დღეში 10 ტურისტიდან მაგალითად 6-ია ხოლმე გერმანელი და თითქოს ძალიან გაკურებულები არიან, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან ადგილზე. და პარალელურად სოფლის მეურნეობაში ჩართვა და სასტუმრო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელი შეუწყოთ აგრარული ბიზნესის განვითარებას. ტურისტები, ან ძალიან ბევრი ტურისტს მით უმეტეს, როდესაც მოდიან ევროპიდან, აღარ უკვირთ ფუფუნება, აღარ უკვირთ კარგად მოვლილი და გარემონტებული სასტუმროები და მაღალი სტანდარტები, არამედ იმათ უფრო აინტერესებთ გაეთნონ ადგილობრივ პირობებს, ოჯახურ მეურნეობებს და ისინი როდესაც მოდიან, მაგალითად გვაქვს სოკო, გვაქვს თაფლის წარმოება, ერთად ვაკეთებთ ჩურჩხელას, ერთად ვაცხობთ თონეში პურს, მაგალითად, რომელიც ერთ-ერთ ტურისტს ეწერა, გახარებული იყო, საკუთარი ხელით გამოვაცხება თონეში პურიო და პოსტი ქონდა თავის გვერდზე გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვისაც. კი, ავთენტურობა ძალიან აკლია, პრინციპში თანამედროვე ალბათ ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს და ტურიზმს, ხო, რა თქმა უნდა, როცა ისე დიდ სასტუმროში ცხოვრობ, საერთაშორისო გარემოში ცოტა რთულია რეალურად გაიცნო და გაიგო ქვეყანა, მით უმეტეს რამდენიმე დღეში, როდესაც ადგილობრივ, თქვათ, ოჯახთან და მოსახლეობასთან შეხება არ გაქვს.
ამ ბიზნესში მელონა თქვენი ხელით და თქვენი ძალებით ხართ თუ უკვე დასაქმებულებიც გყავთ და აპირებთ თუ რამ გაფართოებას ამ ამბების? ეს ამ ეტაპზე დედა და მამა არიან უშუალოდ ჩართულები, იმიტომ რომ ისინი ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვახერხებთ ყოველდღიურად სასტუმროში ყოფნას. და დასაქმებული პირები ჯერჯერობით არ ყავს, თუმცა იქ ექმება უკვე გაფართოება და ახალ ეტაპზე გადასვლა და აუცილებლად შევძლებთ, რომ რამდენიმე ადგილობრივი კვედრის დავასაქმოთ. აი შენ ახსენე რომ ძირითადად გერმანიიდან ჩამოდიან და ეხლა ვფიქრობდი შენ თვითონაც ხომ გერმანიაში სწავლობ და მალე მუშაობასაც უკვე გეგმავ და ამის ბრალი ხომ არ არის, ანუ ხომ არ იქაც დავშეთ ხომ არ ეწევი რაღაცნაირად დავშეთ რეკლამას საქართველოსი და უფრო სტუმრების მოძიებას და მოზიდვას დავშეთ ხელს რამდენად უწყობ და რამდენად შეიძლება ესე რომ თან რაღაც ისწავლო და თან რეალურად ამ საქმითაც იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, არა მარტო მე მგონია რომ თითოეული ქართველი რომელიც გერმანიაშია არის საქართველოს სახე და ისინი უკვე უწყობენ საქართველოს პოპულარიზაციას ხელს. მე პირადად ვარ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ქალაქ ერფურტში, ქალბატონი დიანა ცვერცვაძეს მიერ დაარსებული ორგანიზაცია, ქართულ-გერმანული კულტურული ასოციაცია და ამ ორგანიზაციის სახელით, ასოციაციის სახელით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ უშუალოდ გერმანულ და ქართულ მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, თითოეული საღამო მეგობრებთან გატარებული და დაგემოვნებული თითოეული კერძი, რა თქმა უნდა, უკვე გულისხმობს იმას, რომ ისინი პოტენციური ტურისტები იქნებიან შემდგომში საქართველოში. იგივე თაფლზე და სოკოს დავშოთ იქ გატანაზე ხომ არ გიფიქრია? რახან იქ სწავლობ, ცხოვრობ? სოკოს შეეხება სოკოსთვის ევროპული ბაზარი არასახარბიელოა, იმიტომ რომ არის საკმაოდ დაბალი ფასები და იმის გამო რომ ონლაინ გადაზიდვები ჩვენთან არ არის გაფართოებული, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია სოკოსთვის. ამის გამო ფაქტობრივად შეუძლებელია და ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ევროპაში სადაც ფასი უფრო დაბალია, ვიდრე შენ წარმოების ხარჯები გიჩნდება, გაიზარდო, გაიტანო სოკო. ამ მხრივ აზია და მეზობელი ქვეყნები უფრო მომგებულია. ეს ბოდიში როგორი გადაზიდვები ახსენე? გადაზიდვები. ანუ გასაგებია. ფასზეც რომ ვილაპარაკოთ, ამ ბოლო დროს რაღაც შეინიშნება უკვე სოკოს ფასის მატება. როგორ ფიქრობ, რასთან არის ეს დაკავშირებული? უფრო ნაკლები მწარმოებელია დღეს ბაზარზე, ვიდრე თქვათ რამდენიმე წლის წინ, მოხმარება უფრო გაიზარდა, თუ უცხოეთიდან ნაკლები შემოდის, თუ როგორ ფიქრობ, რისი შედეგია? სოკოს იმპორტი საკმაოდ მცირეა საქართველოში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ამაზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ძირითადად ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 20% ეკავა საოჯახო მეურნეობებს. რაც აი 2-3 წლის წინ იყო მაგალითად ბუმი საოჯახო მეურნეობების და ისინი ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებენ სოკოს. ეხლა ამ ეტაპზე მაგალითად წელს 30 მეწარმიდან დაახლოებით 5 აწარმოებს და სხვადასხვა მიზეზების გამო მათ რეალურად ჩაუვარდათ ბიზნესი. რის გამო ბოდიში? სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის არანაკლებობა, სხვადასხვა შესაბამისი პირობების არარსებობა, სასათბურო პირობები როგორ უნდა მოაწყოთ, რაღაც გარკვეული როლი ითამაშა ალბათ იმაში, რომ ისინი აღარ აწარმოებენ სოკოს და შესაბამისად ბაზარზეც უფრო მცირეა. თუმცა წლის განმავლობაში ძალიან მერყეობს და იცვლება ხოლმე სოკოს ფასი. და ეს რაზეა დამოკიდებული? სოკოს ფასი დამოკიდებული არის მარხვის პირობებში, საკმაოდ იზრდება და ზამთარში არის ძალიან მაღალი, იმის გამო რომ ბუნებრივ პირობებში არ მოდის კალმახა სოკო, გაზაფხულზე და შემოდგომაში უკვე ოქტომბრიდან იწყება ტყეში მოდის უკვე ბუნებრივ პირობებში კალმახა სოკო, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს იმ ხერხს, რომ მათ ეს თერაპია უკვე უშუალოდ ბუნებრივ სივრცეში გააკეთონ და შესაბამისად იქ დაკრიფონ სოკო. თან სასარგებლო, თან სასიამოვნო რომ თან გაყიდონ და ამის გამო გასაგებია ფასიც უფრო რეგულირდება ამ პერიოდში. აი ჩვენ ვახსენეთ აქ ხო, ანუ სხვადასხვა ბიზნესები იწყება, ფინანსდება შეიძლება სახელმწიფოს მიერ, ან პრინციპში ეს ყველა რესურსი შეიძლება გავრცელდეს სახელმწიფოს მიერ დახარჯულზე, თუმცა შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო ხო, შეიძლება ნაკლები ინფორმირებულობა, ნაკლები უნარები თუ სხვა მხარდაჭერის არარსებობა
აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არ არის მთლად განგრძობად პერიოდში თვითკმარი რაღაც ინიციატივები. სხვა შორის სოციალურ საწარმოებსაც ეხება ეს ამბავი და თუნდაც იმიტომ, რომ მათ დაბეგვის რეჟიმი არ აქვთ განსხვავებული, ხო, საწარმოებს, რომლებიც არ არის ნაშად მოგებაზე ორიენტირებული. სახელმწიფო გასცემს მათთვის გრანტებს, კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი, თუმცა შემდეგ ძალიან უჭირთ თვითკმარობის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც გრანტი მთავრდება. მოდი ეს საკითხი გადავიტანოთ უკვე უცხოეთში სწავლაზეც, შენ გერმანიაში სწავლობ, როგორც ვიცი, უკვე დაამთავრე, პრინციპში შეგვიძლია მოგილოცოთ თამამად. არის ასევე სახელმწიფო პროგრამებიც, იგივე პრემიერის ფონდი და ასე შემდეგ, თუმცა საინტერესოა რა პერსპექტივა აქვს და რა გამოწვევის წინაშე დგას ახალგაზრდა, რომელიც ამთავრებს ეს სწავლას და ბავშვებს ფიქრობს დაბრუნდეს თუ არა საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოლოცვისთვის. მართლა ახალი ამბავი არის. მაგისტრი გავხდი პოლიტიკური მეცნიერების და ძალიან მიხარია. თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ შემეტანა სტიპენდიაზე განაცხადი, განათლების ეროვნულ ცენტრს აქვს სტიპენდია, მაგრამ როდესაც შემდეგ პირობები წავიკითხე, აღმოჩნდა, რომ სწავლის შემდეგ ვალდებულება მქონდა 3 წლის განმავლობაში მემუშავა საქართველოში საჯარო სამსახურში, რაც არასახარბიელო იყო ჩემთვის და გადავწყვეტე საკუთარი სწავლა მითითონ დამფინანსებინა, რათა სწავლის შემდგომ თავისუფალი არჩევანის საშუალება მქონოდა და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ესეც გამართლებული იყო, იმიტომ რომ გადავწყვეტე იქ დარჩენა და უკვე იქ მუშაობის დაწყება 1 ოქტომბრიდან ვიწყე მუშაობას და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავტყიას. კი, გერმანიაში აქვე ვიტყვი, რომ ვინც ენას ფლობს, სწავლა უფასოა, თუმცა თუ სტიპენდია არ გაქვს, საკუთარი ცხოვრების ხარჯები თვითონ ადამიანი უნდა დაფაროს, თუმცა აი ეს უნდა მეკითხა, რატომ გადაწყვეტე, მიუხედავად იმისა, რომ აქ გაქვს და აქვს ოჯახს. საკმაოდ წინმავალი ბიზნესი წარმატებული, რატომ გადაწყვეტე იქ დარჩენა უფრო დიდი ხნის და თუნდაც სადოქტოროზე შემდეგ გაგრძელება და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი გრანტი ან პროექტი, როდესაც უკვე უბრალოდ გრანტი აღარ აქვთ და საკუთარ თვითმყოფაზე გადადიან, ვარდება, ხო? ნებისმიერი ბიზნესიც ასე არის მოწყობილი. ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო არის, რომ ინიციატივებს აუწყონ ფეხი, ახალ ინოვაციებს და ახალ ტექნოლოგიებს აუწყონ ხელი. ეხლა ჩვენ რაც დავაარსებთ მაგალითად ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ჩავარდებოდა ან ერთ ეტაპზე დარჩებოდა, რომ არა თუნდაც ის გამოცდილება, რაც მე მივიღე გერმანიაში. სამწუხაროდ საქართველოში არ არის იმის საშუალება, ეხლა არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, ძალიან ბედნიერი ვარ ამ კუთხით, რომელიც ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მაინც უფრო დაბალ დონეზე არის ვიდრე გერმანიაში. ის რომ იქ დარჩე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაქვს მაგალითად საქართველოშიც დაკეთებელი, ვფიქრობ, რომ გერმანიაში ყოველდღურად ვითარდები და ყოველდღურად ახალ რაღაცას ვიგებ, რასაც მე უშუალოდ გეგნერგავთ, აქ იქნება ეს სასტუმროს სექტორი თუ სოკოს წარმოება და ეს გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ უფრო წარმატებულები. სხვანაირად გონია, რომ არ გამოვიდეს. თუმცა შენც პრინციპში ესეც უნდა მეკითხა, რომ არ ისწავლე სოფლის მეურნეობაზე, ისწავლე პოლიტიკურ მეცნიერებზე, ხო, როგორც მე ვიცი. ეს არჩევანიც საინტერესოა, რატომ გააკეთე? ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია, როდესაც ნებისმიერი ჩვენთაგანი ქუჩაში ან სოფელში მიემგზავრება უბრალოდ მანქანის ტრანსპორტით და ამდენ დაუმუშავებელ მიწას ხედავს, გიჩნდება კითხვა, რატომ არ მუშავდება მიწა, როდესაც სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ალბათ ყველგან არა, მაგრამ ძირითადად ევროპაში თითოეულ ბოჯ მიწას აქვს ძალიან მაღალი ფასი და ბედნიერია ადამიანი, რომელიც 40 კვადრატულ ფლობს და აქ ექსპრობით მიწა არის დაუმუშავებელი. და საქართველოს ძალიან არაპროდუქტიული არის სოფლის მეურნეობა, მიუხედავად იმისა, რომ თვალმეშლება 50% დაახლოებით შიდა პროდუქტის მოდის სოფლის მეურნეობაში და უბრალოდ აქედან 50% უბრალოდ არის საქართველოს მოსახლეობის, დასაქმებული მოსახლეობის დასაქმებული სოფლის მეურნეობაზე და აქედან შიდა პროდუქტი მხოლოდ 13% არის, რომელიც შემოდის სოფლის მეურნეობიდან და ასეთი არაპროდუქტიულობის გაზრდის სურვილი იყო და თუ მცირედით მოახერხეთ ან მოახერხებთ მომავალში, რა თქმა უნდა,
ძალიან დიდნეებით მოიწამეთ და ამიტომაც გააკეთეთ არჩევანი, რომ ეს უფრო ფართო პოლიტიკის შედეგი და გადასაწყვეტია, ვიდრე ემდეშოთ რაღაც კონკრეტული დარგის სპეციალისტების უფრო ფართო დრო შეიხედა ამ საკითხისთვის. საინტერესოა ზუსტად ეს პროგრამები, რომლებიც მუშაობს საქართველოში. რა ხდება შემდეგ, ვინც ჩამოვიდა შენ, ვისაც იცნობ და ვინც ჩამოვიდნენ ადამიანები. თუ შეძლეს მათ რეალიზება და რა პერსპექტივები აქვთ მათ? იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ესეთი სტერეოტიპი მივიღეთ, რომ ქართული განათლებით ვერა, მაგრამ უცხოეთიდან თუ ჩამოხვალ მაგისტრატურით, კარგი შანსები გაქვს დასაქმების და საჯარო სამსახურში წინსვლის. მართლა ესეა თუ ამასაც რამე გამოწვევები ახლავს თან? ნაწილობრივ შეიძლება ასეთი თქვას, რომ რა თქმა უნდა უპირატესობა ენიჭება ადამიანს, თუმცა ყოველთვის არა, როდესაც უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთ თავის მხრივ არასწორია, უნდა კვალიფიკაციის მიხედვით განისაჯოს ადამიანი და არა ის, რომელ ქვეყნის დიპლომი აქვს, თუმცა ძალიან ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული ეს პროექტიც. ყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელმაც ისწავლეს გერმანიაში, მიიღეს მაგისტრის ხარისხი, მათ შორის ისეთ სექტორებში და განათლების ცენტრი აფინანსებს უშუალოდ ისეთ სპეციალობებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოსთვის, თუნდაც სოფლის მეურნეობა და ჩამოდიან რეალურად ეს ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ხელშეკრულება და 3 წლის განმავლობაში უნდა იმუშაონ ქვეყნისთვის და რეალურად ქვეყანამ უნდა მოიხმაროს მათი ცოდნა, რაშიც რეალურად ფული ჩადეს, ეს ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე. რამდენიმე მათგანს მოუწია საკუთარი ესარგებლად ან თვითონ დაეწყო სამსახური და მოხვდნენ საკმაოდ დაბალ პოზიციებზე და ბევრმა უბრალოდ გადაწყვეტა, რომ დაეარსებინა თავისი ბიზნესი, თავისი ორგანიზაცია და რეალურად სხვა კუთხით წასულიყო. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში მაგისტრის ხარისხით მქონე ადამიანი იწყებს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს სოფლის მეურნეობასთან და ის ფულით რეალურად წყალში გადაყრილია და მისი ცოდნაც, რომელიც არ მოხმარდა საქართველოში ქართულ მეურნეობას. სხვათა შორის საინტერესო არის, რომ გერმანიასაც აქვს დაბრუნების აქ ემიგრაციაზე ვსაუბრობთ და აქვს დაბრუნების და პროფესიონალების მათ შორის დაბრუნების პოლიტიკა. თუ შეგიძლია ამაზე რომ უფრო მეტი გითხრა, რაზეც კადრს მიღმაც ვსაუბრობდით. ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო იქნება არა მარტო ქართველებისთვის, არამედ გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელმაც უკვე დაამთავრეს სწავლა და აქვთ გერმანული ხარისხი, რადგან ბევრი არ ფლობს ამ ინფორმაციას. საიმიგრაციო ოფისს აქვს ესეთი პროგრამა, შენ თუ დაბრუნდები საქართველოში და დაიწყე მუშაობას, ოღონდ უნდა დაიწყო აუცილებლად მუშაობა, რომელიმე ისეთ თანამდებობაზე, სადაც გაქვს უფლება შენი და საშუალება შენი ცოდნა გაუზიარო სხვა ადამიანებს. ამ შემთხვევაში ისინი იმ ზღვარს თუ მინდა უფსკული დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არის ქართულ ხელფასსა და გერმანულ ხელფასს შორის, ისინი სახელფასო დანამატებს გიხდიან იმისათვის, რომ ამოავსონ ეს ზღვარი და ეს პროგრამა გრძელდება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. მე ისევ სრული გაქვს, შეგიძლიათ ჩვეულებრივ დაბრუნდე გერმანიაში და ძალიან საინტერესოა რა და პირიქით უფრო მაღალკვალიფიციური ემიგრანტის დაბრუნება შენარჩუნებაზე არ უნდა იყვნენ ასე თქვათ ორიენტირებული, ვიდრე იმაზე რომ დააბრუნონ ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში. უბრალოდ მათი კეთილდება რომ დაეხმარონ სხვა ქვეყნებსაც არ დარჩნენ კვალიფიკაციური მუშახელის გარეშე, თუმცა ვფიქრობ, რომ განათლებული ადამიანი და გერმანიაში მით უმეტეს ძალიან მცირე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ხარისხი აქვთ უკვე მიღებული, რადგან ბევრი არჩევს პროფესიული განათლებას, ძალიან დაფასებული ნამდვილად არის ასეთი ადამიანი გერმანიაში. და თუ იცი საქართველოსთან მიმართებაში რამდენად წარმატებით მუშაობს ეს დაბრუნების პროგრამა, თუ იცნობ ვინმეს, ვინც მაგალითად დაბრუნდა და აქ დასაქმდა და ახლა სხვებს უზიარებს იგივე ცოდნას. ეს ინფორმაცია მივიღეთ შარშან და იმის მე მართალი გითხრა და არ გამინტერესებულ ვარ და არ გამიგია თუ რომელიმე ქართველმა გადაწყვეტა საქართველოში დაბრუნება, თუმცა ეჭიმეპარება მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ, რომ სახელფასო დანამატი არ ნიშნავს ბევრს იმ ქართველებისთვის, რომლებსაც გერმანიაში აქვთ მიღებული განათლება. იმიტომ რომ მათ ისედაც აქვთ შესაძლებლობა გერმანიაში დაიწყო მუშაობა და იგივე ხელფასი ჰქონდეთ. უფრო არის სამუშაო გარემო, არის მოთხოვნილება იმისა, რომ განვითარდე და
საქართველოში საჯარო სამსახურში მაქვს სტაჟირებები გავლილი და ვფიქრობ, რომ ძალიან განსხვავდება დამოკიდებულება, თუნდაც კოლეგებს შორის განსხვავდება რამდენად გაქვს დამატებითი განვითარების საშუალება თვითონ სამუშაო ადგილზე, თუნდაც ერთი და იგივე პოზიციაზე და რამდენად არის თვითონ შენი ჯგუფი მიდრეკილი ინოვაციებისკენ, რაღაც ახლის მცდელობისკენ, რომ რაღაც ახლებურად გააკეთონ. რეალურად თითქმის შეუძლებელია თუ რამდენიმე სხვა ასეთი ახალგაზრდაც არ არის დეპარტამენტში, რაღაცა შეცვალო და წინ წაწიო, იმიტომ რომ ადამიანებს ზოგადად ეს ადამიანის ჩვევა და ალბათ ყველა ესე ვართ, გვირჩევნია უფრო მეტად შეჩვეული საქმე ვაკეთოთ, ვიდრე რაღაცა ახლებურად გარდაქმნათ, თუნდაც ამან უფრო მეტად პროდუქტიული გავხადოს და უფრო მეტი ეს ძალიან საინტერესოა შენ რაც ახსენე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ტრადიციულად ვფიქრობთ, რომ ემიგრანტების დაბრუნება და ტვინის გადინების პრევენცია და შემცირება დამოკიდებულია ხელფასების გაზრდაზე და სულ არის ხოლმე ეს არგუმენტი, რომ ჩვენ ხელფასებით თქვათ ამერიკას და დასავლეთ ევროპას ვერ შევეჯიბრებით და სხვა რა გავაკეთოთ, მაგრამ აი შენ რაც თქვი აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება რომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ ყველამ ერთად გავაკეთოს და გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად შემცირდეს თუ არ მოგვარდეს? ეს ფიქრობ, რომ უფრო მეტად დამოკიდებული იქნება უფრო ადამიანების პირად სურვილზე, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მათი ცოდნა მოახმარონ. რა პირობებიც არ უნდა შეუქმნას უკვე მთავრობამ ემიგრანტებს, კვალიფიკაცია მიღებულ ემიგრანტებს გულისხმობ, ძალიან რთული იქნება მათი დაბრუნება. ანუ ფიქრობ, ეხლა მე არ ფიქრობ, რა შეიძლება შემომთავაზონ, რომ საქართველოში დავბრუნდე და დავიწყო მუშაობა. ეს გადაწყვეტილება მივიღე, უფრო მეტად იქნება ჩემი, რა თქმა უნდა, სასურველი ხელფასი სასურველ პოზიციასთან ერთად, უფრო მეტად საკუთარი ნება, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო. ხო, აქ თავარი არის ზუსტად გარემო და ეს მნიშვნელოვანია, ხო, ცხოვრების ხარისხი, ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ის შესაძლებლობები და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან და არა მარტო ის, თუ ჩვენ პირადად შეიძლება რა ბენეფიტი გქონდეს ფინანსური და ის კი ძალიან მნიშვნელოვანია და გვეშლება ნამდვილად ვინც ვფიქრობთ, რომ არაკვალიფიციური და უნარების არ მქონე ადამიანებთან მუშაობა და ამ ადამიანების ხელმძღვანელობა უფრო მარტივია, ვიდრე განათლებული და გარკვეული ინფორმირებული და უნარების მქონე ადამიანებისა, იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან დამოუკიდებლები, უფრო მეტად შეუძლიათ ინიციატივაც რომ აიღონ და პასუხისგებლობაც თავის თავზე. მელანო, ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ გადაცემის. თუ გაქვს რაიმე სურვილი რომ ბოლოს შეაჯამო და რაიმე გვითხრა დასკვნის სახით? დავამატებდი ალბათ იმას, რომ პატარ-პატარა სიახლეებს გეგმავთ ცეკვის წარმოებაში და ვცდილობთ, რომ ისეთი რაღაცა შევთავაზოთ უკვე ჩვენს სოკოს მოყვარულებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ ხდებოდა საერთოდ საქართველოში და მთლიანად ინოვაციური კუთხით შემოვიდეთ. რა თქმა უნდა, დეტალებს ეხლა არ გამამხელ, თუმცა გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები და ეს სიახლეებიც რა თქმა უნდა უკავშირდება ერთ-ერთ ინფოტურს, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში და ჩემს მოგვეცა საშუალება, რომ გერმანიაში სხვადასხვა მეწარმეებს და პირებს, რომლებიც სოკოს წარმოებაში არიან ჩართულები და სხვადასხვა წიგნების ავტორს თუ სკოლების დამფუძნებლებს ვწოვოთ სტუმრად და მათგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მიგვიღო. თქვენ თუ აპირებთ აქ რაღაც ტურების გამართვას მაგალითად? სასტუმროსთან ერთად, უკვე ტურების ორგანიზებასაც, გარკვეული ტურისტული მარშრუტების. ჯერჯერობით არ გეგმავთ, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი ენერგია ჭირდება, თუმცა მომავალში აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს ტურისტებს self-service. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო მელანო დადაურის აზრი, გამოცდილება, რომელიც მე მგონი ძალიან საინტერესოა, რაც უფრო მეც გავიგებთ ახალი და აქტიური ადამიანებისგან, რაც უფრო მეტად გავიხედავთ იმ ფანჯარაში, რომელსაც ინოვაციები ქვია და რომელსაც უცხო გარემო ქვია, უცხო შესაძლებლობები ქვია, მით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენს რაღაცებს სხვანაირად შევხედოთ. ჩვენს შიდა გარემოს, მე კი დაგემშვიდობებით 2 კვირით დროებით.